მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს ხუთშაბათია და 6-ის ნახევარზე პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი. ვიაზროვნოთ კრიტიკულად, ოღონდ ეს არ არის კრიტიკა ყველაფრის მიმართ, უпростоრად კრიტიკა კი შეიძლება იყოს ყველაფრის მიმართ, მაგრამ ეს არ არის კრიტიკა მაშინ, როცა თქვენ გინდათ უბრალოდ სურვილიდან გამომდინარე. ეს არის ჯანსაღი კრიტიკა, უნდა იყოს ჯანსაღი კრიტიკა და ჯანსაღი კრიტიკა ჯანსაღი ანალიზის შედეგია. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ გავაანალიზოთ ის არსებული პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში და გავაკრიტიკოთ ის, რაც არის გასაკრიტიკებელი. არ შევეცადოთ გავხდეთ მხარე ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში. შევეცადოთ დავინახოთ ყველა ის პლუსი, მინუსი, ანუ დადებითი და უარყოფითი ორივე მხარეს. და რაც მთავარია, ამ შემთხვევაში ორივე მხარეს, იმიტომ რომ თქვენ მესამე მხარე ხართ, გარე მხარე ხართ, მაგრამ რაც მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევწყვიტოთ ზოგადად საქართველოს დაყოფა ორ ნაწილად, ქართულ ოცნებად და ნაცმოძრაობად. ეს არის აბსურდი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში ნამდვილად არ ცხოვრობს მარტო ოცნების მომხრე და ნაცმოძრაობის მომხრე. ეს თუ გვესმის, მაშინ ისიც გვესმის, რომ როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე, არჩევანს არ უნდა ვაკეთებდეთ მარტო ან ოცნებაზე, ან ნაცმოძრაობაზე. მით უმეტეს ერთიც და მეორეც უკვე ფაქტიურად ეზიზღება ხალხს, ანუ თან ეს სიტყვა საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ ბოლო პერიოდში ხშირი შეხვედრები მაქვს ადამიანებთან და ორივეს მიმართ ასეთი პოზიცია აქვთ, ანუ ყოველ შემთხვევაში ასეთ პოზიციას გამოხატავენ და ამას არც მალავენ. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, ტელემაყურებელი კი ხედავს ტელეფონის ნომერს, მაგრამ რადიო მსმენელისთვის მაინც გავიმეორებ, ეს არის 032 23 88 105. იმედი მაქვს დაიმახსოვრეთ და დაგვირეკავთ რადიო მსმენელებისთვის განსაკუთრებით იყო ნათქვამი ეს ტელეფონის ნომერი. ზარია ეთერში, შემოუშვით ზარი. გამარჯობათ. მოგესალმებით. მე ეხლა ვიცმინე ქალბატონი ირმას და ბატონი დავითის განმარტება ბულდოგაშვილის სალომეს შესახებ, ბაბატია სამადაშვილის შესახებ, რომელიც პირველ საქართველოს მთავარ არცე იყო სახელმწიფო ტელევიზიაზე შემზარავი, იქედნური საშინელება აი შემზარა და მივესალმები იმ გოგონას ახალგაზრდა ჟურნალის თავდასანიკიძე იყო თუ არ ვცდები სახელმწიფო თუ არ მეშრება, რომელმაც ეს მოითმინა ყველაფერი, მაგრამ სადამდე უნდა ვითმინოთ, გაგვაგებინეთ, სადამდე უნდა ვიყვეთ ჩვენ ერი ამ დღეში, სადამდე უნდა უყურებდეთ 35 წელია ეს და იგივე სახებს, იქ დააშავა და თურმე ყველანაირად მართალია, გადასარევია და არაჩვეულებრივია, მაგრამ მე ახლა სხვა რამეზე ვამახვილებ ყურადღებას წინა გადაცემაში ქალბატონმა დარეკა თქვენთან და მსოფლიო აფირისტობის დონეზე ისაუბრა, როდესაც შენ ასამართლებ სააკაშვილს, მაგრამ გამოუჩი, იმიტომ რომ მე მსურს ასე. აი ჩვენ სად უნდა გავივიდეს სამართალი, აქ გითხარით, როგორ უნდა ჩამოყალიბდეთ თქვენ როგორც გონიერ ადამიანს, ამაზე შეგიძლიათ რაღაც მაინც პასუხი გამცეთ. მე უკვე თითქმის იმედ გადაწურული ვეღარ ვხედავ, რომ ჩვენ ამ სოფლიო აფირისტობაში გაგვივა რაიმე, ჩამოაყალიბეთ რაიმეს. კოცებმა მიიღეს LGBT-ს კანონი და დღეს არ მოწონთ, თურმე ვინ შემოგვახვია თავზე ეს, მიიღეს ნარკოტიკების შესახებ და ახალგაზრდები იმრუსთაველზე ის გოგობისები არ ჩაიდებენ ტვინში არაფერს, იმიტომ რომ ნარკოტიკით არიან უკვე გაბრუებული. ვამბობ რაღაც პროცენტი, ახლა მეთმა დაგვიფაროს მთლიანად, მაგრამ
რაც გააკეთეს მაგას და დღეს მეუბნებიან რომ არაჩვეულებრივები არიან და ყველამ დააშავა ქართველ ერთან ყველამ აბსოლუტურად სადამდე შეიძლება ან ნერვებმა გაგვიძროს ან ქვეყანამ გაგვიძროს ან ჩვენ ადამიანებმა გავძროთ და რომელმა 1,200,000-მა და 200 მილიონმა და იმან მისცა ხმა მაგათ არჩევნებში როცა არა ვართ ამდენი დარჩენილი საქართველოში მართლა არა ვართ და როგორ დავიჯერო ბოგანიას და ინგეს მისცეს ხმა არჩევნებში მელიებს და ტურიებს და ხაზარაძეს რომელსაც მოსპო საქართველოს განა ევროპამ არ შემოგვახვია ჩვენ ეს საბანკო სისტემა და არ გვძარცვავს დღემდე და რამდენ რამეში კიდე ხალხი არაა ჩახედული როგორ ძარცვავენ და ხვალ ტრამპი რას გვეტყვის და რას მოგთხოვთ ისეც არ ვიცი და ჩვენ ძალიან გთხოვთ იქნებ განმიმარტოთ როგორ დავიცვა ჩამოაყალიბოთ ჩვენი დამშობლო რომელიც ვაპიალეთ ამდენი წელი და გონი ისე ძალიან მივეჩვიეთ ცხვის ცეკვმა ამას ვერ გადავეჩვევით თუ თავში არ დიდი ბოდიში ამ ძიმე საუბრის არ გათიშოთ ქალბატონო არ გათიშოთ თუ შეგიძლიათ დარჩით ხაზზე მე შევეცდები გიპასუხოთ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვთქვათ უარი ტყუილზე ეს არის აუცილებელი პირობა რომ ერთმანეთთან მარტო ტყუილზე არა ჩვენ საკუთარ თავსაც ვიტყუებთ ეს არის ყველაზე დიდი უბედურება კაი როდესაც ადამიანი სხვა ადამიანს ატყუებს იმისათვის რომ რაღაც სარგო მიიღოს ეს კიდე გასაგებია მაგრამ საკუთარ თავს რომ იტყუებს ეგ უკვე ცოტა არ იყოს და რაღაც სხვა ფენომენია ხო ანუ ჩვენ დღეს ვიტყუებთ საკუთარ თავს მაგალითად რომ იქ ტრამპი რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს და ქართულ ოცნებას ეს პოზიტიურად მოევლინება ნუ ეს არის ტყუილი რატო არის ტყუილი რაც არ უნდა თქვას ტრამპმა როგორ შეიძლება პოზიტიური იყოს ეს ქართული ოცნებისთვის თუ ქუჩაში უკვე ამდენი ხანი დგანან ახალგაზრდები და აპროტესტებენ ოცნების რეჟიმს ეს არის შეუძლებელი ისინი რა დაიშლებიან ტრამპის ნათქვამის შემდეგ რაც არ უნდა თქვას ტრამპმა თქვათ ხო არ დაიშლებიან ამათ თავიანთი პრეტენზიები აქვს და ამ პრეტენზიებით არიან ქართული ოცნების მიმართ ჩვენ თუ გვინდა რომ ქვეყანაში რაღაც დაალაგდეს პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვამბობ საკუთარ თავს არ უნდა ვიტყუებდეთ სხვის ტყუილს არ უნდა ვყვებოდეთ როდესაც ოცნება ყვება რომ არაფერი არ ხდება ქვეყანაში ყველაფერი დაალაგებულია ან მე თუ არ ვიქნები მაშინ ნაცი დაიკავებს ჩემ ადგილს და ისევ ის 11 წელი დაგიბრუნდებათ რაც გვახსოვს ჩვენ ხო 2004-დან 12 წლამდე თუ რამდენი წელი 9 წელი დაგიბრუნდებათ და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ტყუილია ოცნება რომ არ იყოს ოცნების ადგილი ცარიელი არ დარჩება მაგრამ არა იმიტომ რომ ნაცმოძრაობა დაიკავებს არა პატრიოტული ძალები დაიკავებენ თქვენ რას ფიქრობთ რომ მართლა არის დაყოფილი ეს ქვეყანა ოცნების მომხრეებად და ნაცმოძრაობის მომხრეებად აი თქვენ თვითონ ხო არც ნაცმოძრაობის მომხრე არ ხართ და არც ქართული ოცნების აი თქვენ თვითონ ქალბატონო თქვენ ტელეფონით უნდა მესაუბროთ მოელოდებით ტელევიზორს დიახ მე არც ერთის მომხრე არა ვარ დიახ თქვენ არც ერთის მომხრე არა ხართ თქვენაირი არის უმრავლესობა ამ ქვეყანაში იმდენად კონსტიტუციაში ჩაწერეს რომ ევროპარლამენტმა გვირწყას თავში როგორც უნდათო თქვენ პატრიოტულ ძალებს ასე რომ ამბობთ მოუშვებენ სათავესთან აი რაშია საქმე უყურეთ ეგ ჩვენზე უნდა იყოს დამოკიდებული თქვენზე უნდა იყოს დამოკიდებული მაგას გეუბნებით ეს განმიმარტეთ კი ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული არც თქვათ უზურპატორ მთავრობაზე თუ კი რომელიც მარტო ოცნებაზე არ ვსაუბრობ თავის დროზე სააკაშვილის ჰქონდა ჩაგდებული ხელში ხელისუფლება ხო ანუ გვახსოვს ჩვენის პერიოდი მაგრამ ხალხმა მოინდომა და აღარ არის სააკაშვილი ხელისუფლებაში. ეხლაც ხალხზეა დამოკიდებული, მაგრამ ჯერჯერობით მანამდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ ხალხი საკუთარ თავს იტყუებს, სანამ ყვება ოცნების პროპაგანდას და იმ ტყუილებს, რასაც ოცნება გვეუბნება ჩვენ და ეუბნება ხალხს, სანამ ამ ტყუილებს ყვება ეს ხალხი, მანამდე ძალიან რთულია რამის პროგნოზირება. აქედან გამომდინარე, როდესაც ყველანი მივხვდებით, რომ ამ ტყუილებს უნდა შევეშვათ და შევებრძოლოთ, ასე ვთქვათ, მაშინ გადაიდგმევა ის, ასე ვთქვათ, შედეგიანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან.
რაც შეეხება ევროპას და ესე ვთქვათ ტრამპს, რომელსაც ელოდება ქართული ოცნებაც და ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. ტრამპმა შეიძლება გააუქმოს ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო წინა ადმინისტრაციამ და წინა პრეზიდენტმა. შეიძლება, მაგრამ არასოდეს ეს არ ეხებოდა პერსონალურ სანქციებს. ეგ ერთი, რატო? იმიტომ რომ ის რა გადაწყვეტილებებიც უნდა მიიღოს ტრამპმა უახლოეს პერიოდში, ყველა შემთხვევაში უნდა ეხებოდეს ამერიკას, ანუ შეერთებულ შტატებს. ეს არის პრეზიდენტის ამოცანა. მან ხალხს უნდა დაანახოს, რომ რაღაც ქმედით ნაბიჯი გადადგა, რომ ქვეყანას ეხლა მისი მმართველობის პერიოდში ეშველება. რითაც მოდიოდა ბუნებრივია რა რიტორიკაც ჰქონდა საარჩევნო პროცესში, იმ რიტორიკას გააგრძელებს ეხლაც. ის რომ საქართველოში ვიღაცას პერსონალური სანქციები დაადო წინა ადმინისტრაციამ და დღეს ტრამპმა მოუხსნა ეს სანქციები, ეს ამერიკას არაფერში არ შველის და საერთოდ არც საინტერესებს ბევრმა იქ არც იცის საქართველოს ადიმყოფება. აქედან გამომდინარე, იმის მოლოდინში რო ვიყოთ, რომ ტრამპი დაკავებული იქნება კონკრეტულად საქართველოს რამოდენიმე მაღალჩინოსნის ბედით, მე ესე მგონია ცოტა აბსურდული მოლოდინია, მაგრამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ისე იქნება თუ ასე იქნება. ჩვენ აქ ლოკალური პრობლემა გვაქვს, შიგნით გვაქვს პრობლემა. ეს პრობლემა გვაქვს, ჩვენ გვაქვს გადასაწყვეტი. ამას ვერც რუსეთი გადაგვიწყვიტავს, ვერც ამერიკა, ვერც ევროპა. ჩვენ გვაქვს გადასაწყვეტი და ვთავაზობთ პირდაპირ ქართულ ოცნებასაც, რომ ოდესღაც ხო უნდა დაამთავრდეს ეს პრობლემა. ეს პრობლემა ხო როდესაც უნდა დაამთავრდეს. ჩვენ მზად ვართ შუამავლის, ანუ მედიატორის როლი ვითამაშოთ ამ პრობლემის გადაჭრის პერიოდში. ჩვენ ვიქნებით მედიატორები იმ ახალგაზრდებს და ხელისუფლებას შორის, იმიტომ რომ ხო ხედავთ, ერთმანეთს არ ხვდებიან. ერთმანეთს მტრობენ, მათ ჭირდებათ მედიატორული ჩაგერებით, რა თუ შეიძლება. როგორ კი ბატონო? ახალგაზრდების უკან დგას ევროპარლამენტი და ევროპარლამენტარები. ქალბატონო, არ დგას არა, ერთი წამით. ესეც დანაშაულებრივი ბატონო გიორგი, რომ ჩვენ მხოლოდ ევროპა. ერთი წამით. კონსტიტუციაში რა გვიწერია დაუკვირდეთ. კი ბატონო, მაგრამ ერთი წამით ქალბატონო, მან დგანან ახალგაზრდები, რომლის უკანაც დგას მხოლოდ და მხოლოდ დგანან მათი ოჯახის წევრები და არავით არის ევროპა, ან რუსეთი, ან ვინმე სხვა. ძალიან უმრავლესობა ასეთი ახალგაზრდები დგანან იქ. მე არ ვამბობ, რომ მან არ დგას, თქვათ, ან ნაცმოძრაობის ახალგაზრდული არ დგას ასევე, ან რომელიმე სხვა პარტიის ახალგაზრდული არ დგას, ან ის პროვოკატორი ახალგაზრდები არ დგანან, რომლებიც რაღაც კონკრეტულ პროვოკაციებს ეწევიან. მე ამას არ ვამბობ, რა თქმა უნდა, ისინიც დგანან. მაგრამ ძირითადი მასა მანდ არიან ახალგაზრდები, გულანთებული ახალგაზრდები, რომლის უკანაც დგანან მხოლოდ მათი ოჯახის წევრები. ამიტომ მოდით ერთმანეთში ნუაურებთ, შეურაცხყოფას მივაყენებთ, მან ჩვენი მეგობრების შვილებიც დგანან, იმ მეგობრების შვილებიც რომელიც მეგობრებიც დაზარალდნენ ნაცმოძრაობის პერიოდში და ნაცმოძრაობა ეზიზღება. როგორ შეიძლება მე ახლა მე მათ ვუწოდო, რომ თქვენ ნაცები ხართ, იმიტომ რომ დგახართ მან. ეს არის შეურაცხყოფა. ამიტომ ერთმანეთისგან განვასხვაოთ და იმ პროპაგანდას ნუავყვებით, რომელიც ტყუილით არის გაჟირებული. ამიტომ სულ იმას ვამბობ, რა შევეშვათ ამ ტყუილებს. შევთანხმდეთ ერთმანეთთან, რომ არ გვინდა ტყუილები, შევეცადოთ ეს პერიოდი ერთმანეთს სიმართლე უთხრათ და სწორად გავაანალიზოთ სხვისი ნათქვამი. დიდი მადლობა ზარისთვის, მომდევნო ზარი შემოვუშვათ ეთერში. მადლობა ქალბატონო, უბრალოდ ბევრი ზარია რიგში. შემოვუშვით ზარი. ოღონდ მესაუბრეთ ტელეფონით, ნოელოდებით სანამ ტელევიზორიდან გაიგებთ ხმას. ტელეფონით თქვენ რომ მესაუბრებით, თქვენი ხმა ისედაც გადის ეთერში. სამომშვიდობისად. სამომშვიდობის. აი სკოლას რო ყველაზე ბატონ მე კი არა ბევრს სიამოვნოს ჩვენი არხის ყურება თქვენი და ალტიბოი ბიჭებისა და ესე უყურე შეხედე ტელევიზორს და დაყევი ნებისმიერ ქართულ არხს რაშიც მე ვიხდი ფულს დაყევი არხებს და რა არის ნაჩვენებელი ბაჩიაშვილი სტადიონი მოედანი
სხვადასხვა მაშინებს სტადიონი აშენდება ამ წელს 70,000 თითქოს სტადიონი ვერ გვაქვს არა გვაქვს და ვერ ვეთევით ახლა ბაჩიაშვილის საქმეში დამონებეთ თავის შედეთი გამრავლებულებო თუ გადასარჩევია გადაარჩიეთ თუ გასაჭირია დაიჭირეთ თუ არა კაცი გაანთავისუფლეთ თუ არა რატო ჯგუდამთ ქართველებს ქუჩაში ვერ გასულა მოვაჭრე 2 ვერ დაუდია კალაძე სპეციალისტი დაიწყებს აჭიოკებენ ხალხს აკირებენ ხალხს там გაინაღდეს უკვე თავრობას გაინაღდეს არჩევნების მაიგეს რით მაიგეს მე ხო ვიცი რომ თქვენ მოგეჭით ხმა და მათ არ მემჩია იქიდან მილიონობით და მილიონები არა მაგრამ ასობით ათასი მოგცეთ თქვენ ხმა და ალტიფოს ბიჭებსა და რაღაცა დაზეს კალაძე ამ უბედურ ხალხს უყურენ ქუჩაში მეჭირება და მოედანს მაპირეს მოედან რაც მინდა მოედანე ბიჭო ვიმოწავო იმოვნები ერი დამეკარგა ერი გამექცა ერი დაიღუპა და ახ აღარა ვართ მილიონიც აღარა ვართ ქართველები მილიონიც აღარა ვართ ქართველები და შეძლეონია მოედან დაგიჩვენო ვისო დაუჩვენო მოედანი რატო მინდა ის მოედანი თუ მექსიკაში გარშევარ და ჩვენ მოთამაშე მეყოლები და ქართველი არ იქნება დაკმაყოფილებული თავისი ბინით ააშენე შედალოცილო ამხანაგური ბინამშენებლობა და ასაქმე ხალხი უთხარი აი გადაიხადე შვილო ადასერი იცხოვრე ამ მრავალშვილიან დედები ახალიცე ან ვიღაცა წახალისი როგორ შეიძლება ხალხი ესე ყოლიფო ისე თავში ნაჩარი მაყლო ბათიაშვილის უყუროთელი დღე და იმას უყურო რა ქვია მოეძნებს სტადიონებს საკაცო გეთანხმებით უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ხშირად ასეთი რამე ხდება იმისათვის რომ ძირითად რეალურ ძირფესვეულ პრობლემებს გაექცნენ და ხალხმა ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანოს და არა იმ პრობლემებზე რომელიც რეალურად ხალხს აწუხებს ეს არის სოციალური პრობლემები რაზედაც თქვენ ისაუბრეთ ეს არის თუნდაც მუნიციპალური ბინათმშენებლობა ეს არის წამლების ფასები და ასე შემდეგ და ასე პენსიები ვეტერანების დახმარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ ამ პრობლემებზე რომ არ ისაუბროს და არ იფიქროს მოსახლეობამ აჩენენ და ქმნიან სხვა პრობლემებს რომელიც პრინციპში პრობლემაც არ არის თქვენ სწორად ბრძანეთ თუ დასაჭერია დაიჭირე კაცო მე რაღაც მაჩვენებ ხო მაგრამ ყურადღება უნდა გადაატანინონ მოსახლეობის ყურადღება უნდა გადაატანინონ სხვა მიმართულებით და გაექცევიან იმ ძირითად პრობლემებს რაზედაც მოსახლეობას პრეტენზიები აქვს პირდაპირ ხელისუფლებასთან ამისთვის კეთდება ეს მადლობა ზარისთვის შემოუშვით მომდევნო ზარი გამარჯობათ. მოგესალმებით, გამარჯობა. როდესაც ივანიშვილს ვაკრიტიკებ, მაშინვე შემახსენებენ მის ქველმოქმედებას. სიმართლე გითხრათ, მე ამ ქველმოქმედების მიმართ ჩემი შეხედულება მაქვს. აქედან ჩანს პრიორიტეტი თუ რისთვის ხარჯავს ეს პიროვნება ამ თანხებს. ქართველებს ხშირად გვახსენდება ხოლმე, რომ ნიკოფსიდან დარუბანდამდე იყო საქართველოს გადაჭიმული. მაგრამ არ გვახსენდება ის თუ როდის დავკარგეთ ეს ტერიტორიები. ეს ტერიტორიები დავკარგეთ მაშინ, როდესაც გავხდით 850,000 და დღესაც ზუსტად ანალოგიური სიტუაცია ხდება. დემოგრაფიული მდგომარეობა უარესდება. მაგრამ რატომღაც არც ქველმოქმედება მახსოვს ამ დარგში და არც მთავრობისგან რაიმე ღონისძიების გატარება. მათ სულაც არ აწუხებთ ეს არადა ძალიან დიდი საშიშროება. აი რამდენიმე ხნის წინ დეკემბრის ბოლოს იყო შეტაკება ქვემო ქართლში აზერბაიჯანელებსა და ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას შორის. და იცით ეს მდგომარეობა ვინ განტვირთა? აზერბაიჯანმა. მათ შემოუთვალეს ჯერ მაგის დრო არ არისო. და იმის დრო როდის მოვა? ჩვენ კარგად ვიცით რა ხდება მერე. აი ჰერეთის მაგალითზე, სადაც ჩვენ ძირძველ ქართულ მიწაზე ქართულ ყვალს როგორ შლიან. ეხლა არავინ არ მითხრას რომ მე რაღაცას ვიღაცას ვაქეზებ რაღაცა ეროვნული შუღლის მიმართ. არა ბატონებო, ეს პერიოდულად ხდება. ეს ამბავი იყო 99 წლის ნოემბერშიც. ასე პერიოდულად აზერბაიჯანელები როგორც კი აირევა ქვეყანაში სიტუაცია, მაშინვე გამოხდებიან ხოლმე და თავიანთი რაღაც აზრები ძალიან ცუდი აზრები აწუხეთ საქართველოს მიმართ. მაგრამ ჩვენი მთავრობა არაფერს არ აკეთებს ამის გამო. კი ბატონო, გეთანხმებით. ბევრ რამეში გეთანხმებით. ბატონო გიორგი, აი ვიტყვი მიზეს. არჩევნების დროს იმის გამო რომ ხმები მიიღო ამადგან
ძალიან ბევრ დათმობებზე მიდიან მათთან და უსრულებენ კიდევაც ამ იმებს და იმიტომ ხდება ეს ყველაფერი. და აი ამის წინააღმდეგ უნდა ავიმაღლოთ ხმა, ქართველები უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ გვყავს გამყიდველი მთავრობა. მარტო ეს მთავრობა კი არა, ასე იყო ნაციონალების დროსაც, ასე იყო შევარდნაძის დროსაც, რასაც აზერბაიჯანი უბრძანებს, აი ეს აზერბაიჯანის მოსახლეობა აკეთებს იმას. და იმიტომ ამაზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ სულყველანი, რომ პატრიოტი ძალები მოიყვანოთ ქვეყნის სათავეში. ახლა გისმენთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა ზარისთვის. უბრალოდ მომდევნო ზარია ეთერში, თორე გალაპარაკებდით, მე ნამდვილად არ შეგაწყვეტინებდით, უბრალოდ ძალიან ბევრი ზარი დგას რიგში და ადამიანი დგას რიგში და ელოდება. შემოუშვით მომდევნო ზარი. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ოღონდ შევეცადოთ მოკლედ გამოვთქვათ საკუთარი. ყველა დიდხან საუბრობს და რამდენი ხან ნახევარი საათი უნდა იცადო. ქალბატონო, თქვენს გაცლით უბრალოდ გთხოვთ, რომ შევეცადოთ მოკლედ რომ ვთქვათ. გაცლით. კარგით. თქვენ რომ ამბობთ რომ კარგი. ისაუბრეთ, ქალბატონო, ისაუბრეთ. იქა გულანთებული ახალგაზრდებით განანო რომ ამბობთ. გულანთებული ახალგაზრდები ნარკომანების ჩხიბავები ჩამოიყვანეს თურქეთიდან. მეს ნორმალურ მაგინი ვინ არის მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი გულანთებულმა ახალგაზრდამ ისწავლოს რომ ააშენოს საქართველოს და პოლიტიკოსებმა გააკეთეთ. თქვენ გააკეთეთ, თქვენ რომ დაგიდგებიან ახალგაზრდები გვერდში. აი ისინი იქნებიან გულანთებული ახალგაზრდები და ისინი იმნი რომ შექმნეს და იგინებიან ახალგაზრდა ქალები და ჩხიბავები რომ ჩამოყავენ და წვავენ, არ ვიცი რა შობიან, აფურთხებენ პოლიციელებს, არტყამენ, გადაწყვეს ეს გულანთებული არ ვიცი ახლა თქვენ გისმენთ და ერთადერთი თქვენ ხართ არხი და რომ გისმენთ და ასეთ რაღაცები რომ გვეთქვათ ხედავთ რა ხდება აი ყველაფერს რომ ხედავთ რა ხდება და ეს ევროპარლამენტი გიპასუხებთ ქალბატონო მეგობრებო როცა რეკავთ ბატონებო და ქალბატონებო როდესაც რეკავთ ეთერში და სვავთ კითხვას ეს არ უნდა იყოს მონოლოგი მარტო კითხვა დაისვა მე პასუხი უნდა გავცე ანუ დიალოგის ფორმატში ვესაუბროთ ერთმანეთს ახლა მარტო თქვენ ისაუბროთ ეგრე არ შეიძლება ეხლა სამწუხაროდ გაითიშა ქალბატონი მაგრამ ნუ ვინც დარეკავს ვისაც შეუშვებთ ეთერში გვახსოვდეს კითხვას რო სვავთ დაელოდეთ პასუხს მე არ გთიშავთ გიპასუხებთ და მე გავაგრძელოთ ისევ საუბარი რაც შეეხება ეხლა ახალგაზრდებს რო გეუბნებით გულანთე მე ტყვილებზე უარი უნდა ვთქვათ ხო შევთანხმდით მოდით თქვენ რო ამბობთ რომ ბევრი დგას ვინც იფურთხება პოლიციელს ლანძღავს რამდენია ეს ბევრი მითხარით რამდენია აი ვთქვათ 500 კაცი იმიტომ 500 კაცი არ არის მაგდენი ძირითადად მაგრამ დანარჩენები დგანან და აპროტესტებენ წყნარად დგანან და თავიანთი იქ დგომით აპროტესტებენ იმ ყველაფერს რაც ხდება დღეს ქვეყანაში ეს ის გულანთებული ახალგაზრდები არიან ეხლა 10000 კაცში 20000 კაცში 500 კაცი არ იქნება შემოგდებული როგორ ფიქრობთ ის პროვოკატორი ის თუნდაც ნაცმოძრაობის წევრი არ იქნება რა თქმა უნდა იქნება მეტიც იქნება მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ შეიძლება 500 1000 თუნდაც 2000 კაცის გამო ყველაზე თქვა რომ არ ვარგანან ვინ არიანი გულანთები ნარკომანები არიან და არ შეიძლება გითხარით რომ დგანან მან წესიერი ხალხი დგანან ჩვენ ვიცნობთ იმ ხალხს ჩვენი ამომრჩეველია ჩვენ გვაძლევდნენ ხმას და გვაძლევენ დღესაც ჩვენი ახლობელი ოჯახების ახლობლების შვილები არიან კონსერვატორები არიან თავიანთი აზროვნებით მაგრამ დგანან იქ და აპროტესტებენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნუ ერთ ქვაბში ნუაურებ და იმ პროპაგანდას ნუაყვებით რადგან ვიღაცამ შეაფურთხა ვიღაცას რადგან პოლიციელს გაუციეს წინააღმდეგობა და ასე შემდეგ ყველა არის ერთნაირი არ არის ხალხო ერთნაირი და მოდით კიდევ ერთხელ ვამბობ ნუ გაყოფთ ამ ქვეყანას ოცნებად და ნაცებად კაცო შემოუშვით ზარი ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ ჰალო დიახ გისმენთ გესმით ჩემ ბატონო გიორგი დიახ მესმის ისაუბრეთ გამარჯობა თქვენი გამარჯობა მოგესალმებით გამაინტერესებს იცი ეს ლაპარაკობს მე როგორ მისმენთ რა კაცო მე თქვენ გისმენთ თქვენ ტელეფონით მელაპარაკებით და არა ტელევიზორით ამიტომ გათიშეთ ტელევიზორი და თქვენი ხმა ჩვეულებრივად მე გამოჩნდება რა თქმა უნდა და მე მესაუბრეთ ტელეფონით ეხლა ერთი რამე ვიდა შეგეკითხო დიახ
თქვენ რო იცახით რომ ჩვენი ხალხით გია და ჩვენი შვილების ხალხით გია და ჩვენი მეგობრების ხალხით გიაო თქვენ რატო არა ხართ მაგ რომელიმე რომ დაგინახონ ხალხმა და ობიექტის პატივცემდა თელი საქართველოს და ეხლა რო აჯაბ სანდალი გააკეთეთ მაგ ნაციონალები არ ლაპარაკობენ ისე როგორც თქვენი ჟურნალისტები ხანდახანდა ეს არის თქვენი გირაფია პატრიოტიზმი აბა იქნება გვითხრათ რას ვლაპარაკობ ჩვენ ისეც რასაც არ ვლაპარაკობ ნაციონალურად რას ლაპარაკობ და აგინებთ ხელისუფლებას ბიძინას აგინებთ ივანიშვილს რომელმაც თელი საქართველოს ფეხზე დააყენა რომელი ყავთ ერთი რომელი მაგაზე უკეთესი მომისმინეთ ერთი წამით რომელი გინდათ რომ გითხრათ ერთი მეორეზე უკეთესი ვინ არის ანუ რა კითხვას ვავთ რომელია მასზე უკეთესი რომელია მასზე უარესი გეკითხებით თქვენ მომისმინეთ თქვენ გონიენ თქვენი თავი რაღაცა არაფერი არ ახარ თქვენ არავის არაფერი არ გონიათ არც არასოდეს არ შეგვიფასებია ჩვენ ვიღაცაზე უკეთესი და ვიღაცა უარესია თქვენ ლაპარაკობთ ხალხი ქალები რო გირეკავენ ზოგიერთი მოღალატები არიან ტრუსი კი არ გოურეცხენ მაგარ დედამო გასაგებია ანუ მინდა რომ მაყურებელს ეს მოდის რა თქმა უნდა შეკვეთილი ზარებიც იქნება დავალებული ზარებიც იქნება ჩვეულებრივად ყველა ზარი უნდა მივიღოთ და ყველა ზარს უნდა უპასუხოთ ეს არის ჩვენი ესე ვთქვათ მოვალეობა და კარგია რომ ასეთ კითხვებს ვავენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მაყურებლისთვის უკვე არასოდეს ჩვენ არ გვითქვამს რომ ერთი არის ცუდი და ერთი არის კარგი ანალოგიურად შემიძლია ვთქვა რომ არც ბიძინა ივანიშვილია ჩვენზე კარგი და არ ჩვენ არა ვართ მასზე კარგები ჩვენ განსხვავებულები ვართ ჩვენ სხვა რამე გაგვიკეთებია ამ ქვეყნისთვის იმას სხვა რამე გაუკეთებია ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობთ დღეს ის სხვა რაღაცაზე საუბრობს და სხვა რამეს აკეთებს ჩვენ განსხვავებულები ვართ და არა მარტო ჩვენ ის ოპოზიციაც განსხვავებულია ამიტომ ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომელი განსხვავება მათთვის უფრო ახლოს არის ამით გამოირჩევა ხო ადამიანი ერთმანეთისგან რომ ვიღაცას თავისი აზრი აქვს რომელიც სხვას არ მოსწონს მაგრამ მოსწონს სხვა ადამიანის აზრი და იმ აზრს ხვება და ვიღაცას ჩემი აზრი მოსწონს და ჩემ აზრზე დგას ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არიან ადამიანები რომლებიც დაკვეთილ ზარებს ასრულებენ არიან ადამიანები რომლებიც მართლა ფანატიკოსები არიან მაგრამ მე ვთხოვ კრიტიკულ აზრს კრიტიკული აზრი კიდევ ერთხელ ვიმეორებ კრიტიკული აზრი ჯანსაღი ანალიზის შედეგია და რომ მხარე არ უნდა იყოთ შეეცადეთ დარეკოთ და არ იყოთ მხარე და ასე ვთქვათ გამოთქვათ ჯანსაღი აზრი გამოთქვათ იმ სიტუაციაზე რაც ხდება ქვეყანაში ისე რომ არ შეაქოთ არც ერთი და არც მეორე მხარე გაანალიზეთ ცუდი კარგი დადებითი უარყოფითი ორივე მხარეს ხო არ შეიძლება ერთი იყოს მხოლოდ დადებითი მეორე მხოლოდ უარყოფითი ორივე შეაფასეთ სწორად ეს იქნება უფრო საინტერესო და მე ერთად ვეძებოთ გამოსავალი იმ კრიტიკულ მდგომარეობიდან რა მდგომარეობაში ჩავარდა ქვეყანა შემოუშვით ზარი ალო ისაუბრეთ ისმის ხო იახ მოგესალმებით იცით რა არის ეხა მე არც არავის არ ვაძაგებ არც არავის გუნდრუქს არ ვუკმე აი ვაკვირდები მოვლენებს ძალიან კარგად ვიცი რა სადისტები ბრძანდებოდნენ ის მიშმაკები ძალიან ვიცი ძალიან კარგადაც ვაცნობიერებ ეს პატივცემული ქოცები რასაც იტყუებიან და რა დოზითაც და როგორც ასე ვთქვათ აბოლებენ და თავის აზრით მეშოქში სხვავე ხალხს თუმცა ჩვენ არ ბოლდებით მაგრამ ერთ რამეს ვუყურებ გავიდა 60 დღე მოდით ერთ ვთქვათ რა ნორმალურად და ისე საღად გავა 600 დღე და ისევ იქნება ძრას ვერ უზავენ ამ კაცს და მე რაღაც იჭმიან აი ეს არის საინტერესო და კიდე რომ 8 წელი გავიდეს და ეს კაცი იყო მე აი მე და ვიღაც რა იქნება სათქმელი აი ეს იწვევს დიდ ინტერესს თორე ჩემთვის უკვე ვინ იქნება არც არავის აღარ ვიცი არც არავის გულისთვის გული არ დაბეჭდება სულ კარგად ბრძანდებოდნენ ყველა აი აღარ დავრეკავ ერთი დავარკვირდები ერთი ნახევარი წელი მოვლენებს სულ კარგად ბრძანდებოდნენ არა არ გათიშოთ რატო არ გინდათ საუბარში შემოყვეთ რატო გაითიშა მე უბრალოდ მაინტერესებდა თქვენ რო ამბობთ რომ აი კიდე იქნება 8 წელი თქვა ან კიდე იქნება 12 წელი და მე ვნახოთ რას ეს ანუ გვაშინებთ ამით თუ რა პოზიცია იყო ჩემთვის ცოტა გაუგებარი დარჩა ანუ როცა ადამიანს ვეუბნები აი კიდე ნახე რომ 8 წელიწადი იქნებიან აი მე რას იზავდა ეგ ფაქტურად ვაშინებ ადამიანებს ამ ნათქვამით და რატო თქვით ეს
არ ვიცი ახლა იქნება კიდე 8 წელიწადი, არ ვიცი, ხალხზეა დამოკიდებული, ჩვენზეა დამოკიდებული ყველაზე. თუ დაუშვებთ, იქნება, თუ არ დაუშვებთ, არ იქნება. ასეთი კითხვა ცოტა არ იყოს და მართლა უცნაური იყო თქვენი მხრიდან. ზარია ეთერში შემოუშვით. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით. ჩემო კარგო ადამიანო, ისე თქმა მინდა, ხალხი რეკავს და ბილინა ივანიშვილი ამობენო ქველმოქმედიაო. ეხლა მე გეკითხებით თქვენ. ქველმოქმედი თუ არის? საწოდა ვისთვის არის ქველმოქმედი გააჩნია არქევს ეგ ადამიანი ვისთვის უნდა იყოს ქველმოქმედი და ვისთვის არა. საწოდავი ღარიბ მოსახლეობისთვის, რომელსაც პენსიონერი იღებს ბანკიდან კრედიტს და ამხელა კრედიტებს პროცენტებს აწერენ. აი, ეს ხო ივანიშვილის გარეშე არ ხდება. რატომ აკეთებინებს, რომ ამხელა პროცენტები გადაახტევინოს საწოდაო პენსიონერებს, ისედაც რა პენსიას აძლევს ივანიშვილი, როცა საარქივო კამპანია მიდიოდა ხოლმე და თავს იწონებდა ივანიშვილი, რომ ჩვენაო 350 გავხადეთ პენსიაო 70-მდეო და 450 გავხადეთ 70-ის მაღლაო. მე ვეკითხები ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მე მგონი მოისმენს და როცა იქნება მაინც მოისმენს ამ ჩემს ნათქვამს. ის რა ქვია, პენსიონერებსო ბანკი გაენეიტრალებინა და ეს ვალები გაიმართეკნა ჩამოესწეროდათ. ეგ ხო ქველმოქმედება იქნებოდა პენსიონერისთვის და შვება. მე კიდე რა პენსიებს იძლევიან, რითი იწონებენ თავს და რა ქველმოქმედია, რა ვიცი, ღარიბმა და გაჭირებულმა მოსახლეობას ჩვენ ვერ ვიგრძენით და ვისთვის არის ქველმოქმედი, ეს საკითხავია, ეს ერთი. მეორე ის კიდე ბატონ კახიკალაძეს მინდა მივმართო. რატომ არ ხდება გაჭირებულ მოსახლეობას, ესე იგი მოსვლის დღიდან ვერ გავიგე კაცო ღმერთიები არიან, ვინ არიან, რომ მოსახლეობასო გაჭირებულ მოусმინოს თავიანთი მხრიდან ხდება ეს გაჭირება, ესე იგი გაჭირებული მოსახლეობა არ უნდათ და მარტო მოსვლა უნდათ და კაბინეტებში და კაი ცხოვრება და ეგრე სად არის ვერ გავიგე, მე მოგიყვანო შენ მოსახლეობამ საქართველოსი და შენ მერე ჩემთან შეხვედრა აღარ გინდოდეს და ჩემი გასაჭირის მოსმენა თუ დაკმაყოფილება არ გაინტერესებდეს. ეს სიტყვები მივმართე მე კახიკალაძეს. მესამე კიდე მე მინდა მივმართო ისა ლიპარტელიანს. აი რომელიც დადიოდა საარჩევნო კამპანიებს რომ აწყობდა და ისა მე მინდა მივმართო ბატონ ლიპარტელიანს, ახალ დელეგატს. სამგორის რაიონის დელეგატს. ისა შილო ვარლა. მე რო თქვენ 3 ოქტომბერს წერილი გადმოგეცით და გეხვეწებოდით ჩემი გასაჭირის შიგეწერა. მე თქვენგან იმის ღირსი არ ვიყავი, რომ პასუხი მოგეწოდებინათ და გამერკვიათ ჩემი გასაჭირის პასუხი. და კი ბელას სოხაძეს. თქვენი რაიონის საკრებულოს ქალბატონო, ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონო. და მაგასაც გადავეცი. ჩემი გასაჭირის წერილობით. კი ბატონო, ძალიან დიდი ბოდიშით. მე ერთ რამეში დაგეთანხმებით, რომ ის კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი, სოციალური კრიზისი ქვეყანაში, რა კრიზისი არ უნდა იყოს, ბუნებრივია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია, როდესაც მოდის ხელისუფლებაში, ის ვალდებულებას იღებს ხალხის წინაშე. ვალდებულებას იღებს, რომ გამოასწორებს იმ სიტუაციას, არსებულ სოციალურ მდგომარეობას, რომელიც უკვე იყო ქვეყანაში, ანუ გააუმჯობესებს. თუ ამას არ აკეთებს, ესე იგი ფაქტურად არ ასრულებს იმ დანაპირებს, რა დანაპირებითაც მოდის ხელისუფლებაში. მაგრამ სამწუხაროდ ეს ხო ჩვენზეც არის დამოკიდებული ხალხზე, როდესაც მეორედ ირჩევ, როდესაც მესამედ კი გასაგებია, რომ აყალბებს, მაგრამ გარკვეულწილად ხო არის ხალხი, ვინც აძლევს ხმას. იმ ადამიანების წილიც ურევია იმ პასუხისმგებლობაში, რა პასუხისმგებლობაც აკისრია ოცნებას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შევეცადოთ ორივე მხარეს დავინახოთ, უარყოფითიც და დადებითიც, ანუ მაშინ იქნება ჯანსაღი კრიტიკა. შემოუშვით ზარი. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში გზანდებით. გამარჯობათ. მოგესალმებით. აი ახლა ამის წინ გამოვიდა ქალბატონი და ლაპარაკობდა ივანიშვილმა რა ქნაო და რა ხმოდა გააკეთა. რაც იმან გააკეთა, შვილო. რაც იმან მე 80 წლის კაცი ვარ და მე ყველაფერი ვიცი, ავანჩავანი. ყველაფერი ვიცი და გამოვივლია თელი ცხოვრება. ივანიშვილმა რაც გააკეთა, თელი სახეობები,
მთელი პროფესორები გაჭირებული იყო ყველა დაეხმარა 3-4,000 5,000 ლარს იხდიდა და თქვენ რო გამოდიხართ ეძახიან აი რა გააკეთაო ეს ივანიშვილმა ჯერ ერთი სამების ეკლესია აშენე რომელიც სალოცავია ჩვენთვის და მათ ულოცულობთ მე მათ ცხოვრობდი ეგ იყო ადრე სასაფლაო და ეხლა რა ბაღი რა სასაფლაო რა სამოთხეა გაკეთებული და რა კარგად უვლის თელ საქართველოს რა არ აქვს ხვენიათ კაცო ცოტა წესიათ ილაპარაკეთ ქართულ ოცნებაზე ლაპარაკოთ ქართულ ოცნება არის ჩვენი შვიდობის მე კარგით ძალიან მე გითხარით დარეკეთ და მხარე ნუიქნებით შეეცადეთ ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეკვეთილი ზარები დაკვეთილი ზარები ან ფანატიკოსების ზარები ადამიანებო ხო უნდა გესმოდეთ არ არის საჭირო აქ ქება დიდი ყველაფერი ვიცით კაცო თქვენზე უკეთესად ვიცი მაგალითად რა აქვს ვის რა აქვს გაკეთებული და მე თქვენ გეტყვით რომ თუ გინდათ ახლა არის აზრი ასეთიც რომ ის რასაც აკეთებდა ფაქტურად ინვესტირება იყო მომავალ პოლიტიკაში რომ თქვენ დაგენახათ რომ ეს ადამიანი ქველმოქმედია და მერე შემდგომ აგერჩიათ და მოგეყვანათ ხელისუფლებაში არის ასეთი აზრიც სუფევს და მათი ამ აზრის ასე ვთქვათ მომხრეები ზუსტად ამაზე საუბრობენ და ამით აპილირებენ აი თქვენ ახლა შეგეწინააღმდეგებთ ნებისმიერი ამ აზრის მქონე ადამიანი და გეტყვის რომ ეს იყო ინვესტირება მომავალ პოლიტიკაში რას უპასუხებთ არ დაუჯერებთ იმას ისე შეჯერათ თქვენ ასე გჯერათ მხარეთ ნუ გამოდიხართ მაგას გეუბნებით დაწონეთ ორივე მხართ თანაც მარტო ადამიანს ბიძინა ივანიშვილზე ნუ საუბრობთ ისაუბრეთ ქართულ ოცნებაზე ხელისუფლებაზე რომელიც ვალდებულია შეცვალოს არსებული კრიტიკული მდგომარეობა ქვეყანაში ცვლის თუ არა როგორ ცვლის რას აპირებს როგორ ფიქრობთ რას გააკეთებს შეძლებს თუ არა ამის გაკეთებას ვისაუბროთ იმ გაერთიანებულ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაზე და ასევე ვისაუბროთ იმ ადამიანებზე რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებიან მაგრამ გარეთ განან და აპროტესტებენ ქართული ოცნების რეჟიმს ამაზე ვისაუბროთ ყოველ შემთხვევაში შევეცადოთ მაინც ზარე ეთერ შემოუშვა. ალო. ალო. ისაუბრეთ ტელეფონით ვესაუბრეთ. ალო. ისმენ. ალო. კარგით, მომდევნო ზარი, შემდეგი ზარი შემოუშვა. ისაუბრეთ ეთერში ბრძანდებით. საღამოშვიდობისა მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით. ჩემას მეც მოგახსენებთ რომ რამოდენიმე წამივიდა დიდხანს ასე გაწყვეტავს რადგანაც ბევრია კიდევ რიგში. უბრალოდ იმ ხალხს მინდა უთხრა ვინც ასე მოწადინებით შემოდის და მე შეკითხვის უფლებასაც უარ უტოვებს ვისთანაც შემოდის თავისი ზარით და გარბის რაღაცას დააკეთებს და გაიქცევა წავა. წეღადელი შემოსულებს ეხლა მე ჩემას გეტყვით ხალხო. კი ვის ზურგზე დგას სახელმწიფო ძირითადად მეცნიერები, სპორტი, ხელოვანი ხალხი იმათ კი უხდიდა ფულს, რატო უხდიდა? ცხონებული კავსაძეს კარგად ბახსოს ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ჩემთვის ოპერაცია არ გაეკეთებინა გერმანიაში, მე დიდი ხნის წასული ვქნებოდი, მაგრამ რა ვქნა წყალი მაქვს ჩაგუბებულიო. ეს კარგად დაწონეთ ხალხო. გამარჯვებთ თავი ყველაფერს, რატო არა აქვს ბატონ ბიძინას პირდაპირ აი ესე როგორც ობიექტივს გააჩნია დარეკავს ნებისმიერი ხარ ამბოლოს რომ მომრავდნენ 30 ვერცხლიანები ამბოლოს და ზოგი შემოდის და უნამოსოდ ვიტყვის მე თქვენ გიჭერდით ხარს მე მაგალითად დაგიზავდით კითხვას ასეთებო რატო გვიჭერდი ხარს და რატო აღარ გვიჭერს მე შემოვხაზე 8 ნომერი მაგრამ ეხლა აღარ შემოვხაზავ მე რამდენადაც თუ არ ვჩნდები ძველ რომში იყო ასეთი კანონი ვინც არჩევნებში უფლების ესე ვიცედი პარტიიდან ჩვენ ენაზე რომ მოვთალბოთ გადავიდოდა სხვა პარტიაში მას უფლება აღარ გააჩნდა მიიღო საერთოდ მონაწილეობა არჩევნებში ეს იყო ყველაზე დიდი ბარიერი იმისა რომ კარგად დაეწონ ადამიანს თუ სადუნა შესულიყო უხლა გამონაკლისები ყველგან და ყველაფერშია ეგრეთ წოდებული პლუსები და მინუსები და რო შემოდიხარ ჯერ შეკაი ადამიანო დაუშვათ ნებისმიერი პარტია ვიღოთ რატო შემოდიხარ? ვიღაცა შენიანია და ვიღაცა რაღაცა შეხვიდა. თუ შესაძამიერებს და შეიჭყოს და გონებას მაშინ. შენ უნდა აწონდათო ჯერ პროგრამას გაეცნო, მე თვითონ ხალხს გაეცნო, იმით წარსული იკითხო, აწონდათო სიტუაცია ყველაფერი და მე გახდე წევრი ამა თუ იმ პარტიის. ეგრე ჰაერზე ლაპარაკი არ შეიძლება, ხალხო.
კიდევ ვიმეორებ, რატო არ აქვს სამთავრობოს 50 არხი რუახ ეხლა სიტყვის მასა რა თქვა რომ რატო არ აქვს აი ასეთი ეთერი პირდაპირ როგორც აქვს ობიექტივს და აქვს უკვე წლებია. რატო არ აქვს ამაზე რატო არ ფიქრობთ თქვენ კაი ხალხო? კარგი ცხოვრება რო გინდათ ეს არის კონსტიტუციური უფლება რომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ხო შედალოცილო. მიდიხარ და მე ბევრი მინახია სამწუხაროდ ვინ შემოხაზო. იცით რამხელა ვირთი გაწევთ თქვენი ქვეყნის და თქვენი შთამომავლობის რომ აერჩიო წესიერი ხელისუფლება 34 წელია სხვის დაკრულზე თამაშობს ჩვენი ხელისუფლება. სხვის დაკრულზე 34 წელია. ხან აქვია ევროპის დაჟინებულ თხოვნით შედიან პარლამენტში. პარლამენტში შეხედეთ ვინ არიან რა პარლამენტში კი არ ეგენი მეეზოებადაც არ არიან ღირს რო იმუშავა. აი ეს კატეგორია ძალიან ბევრი სამწუხაროდ და საუბედური. და ხო უნდა დააფიქრდეთ ხო კაი ადამიანებო. ხო უნდა აწუნდათ რას ლაპარაკობთ. აი ბოდიალი ქვია მას ბოდიალი. და ასე ვიზავ რას ვერაფერსაც ვერ იზავ და ერთ ადგილში რომ მოიტყავთ უკანა კურსებს ისე რომ დაქუსტა დაგედან ამასაც მალე ვნახავთ. და ბევრი არის ძალიან ბევრი კიდე გამწარებული და გაწმილებული. კი ბატონო, არ გათიშოთ ერთი წამით, არ გახვიდეთ ეთერიდან. კი, მე მინდა გითხრათ თქვენ რომ თქვენთვის მაინც იცოდეთ ადამიანები რომლებიც რეკავენ და ამბობენ რომ ჩვენ ვიყავით თქვენი მომხრეები და აეხლა არა ვარ და რაღაც ეს ყველაფერი არის ტყუილი ეს კეთდება ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის სხვა ჩვენს ამომრჩეველზე რომ აგერ რეკავენ და პარტიის მომხრეები იყვნენ და დაყრეს პარტია. მოდიში ბატონო გიორგი ჩაგეწევით ერთი წუთი თუ შეიძლება ერთი წამით და შვისი დაგვეთით რომ რეკავენ ხო რატო შედიხარ ბრბოში აი ბრბოს ეძახიან იმ კატეგორიას რომელმაც არ იცის ვინ შემოხაზოს რა შემოხაზოს და რაც შემოხაზოს. ნუ ზოგს ფულს უხდიან ზოგს უბრალოდ ნაცნობობით თხოვენ რომ ხმა ახლა ერთ და იგივე ხმა ხო არ დარეკავს ყოველთვის რომ სხვა განსხვავებული ხმა ყოფილიყო ეთერში მაგრამ რის თქმა მინდა ნუ ეს როგორც გითხარით ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის კეთდება წინააღმდეგ შემთხვევაში დაფიქრდით თუ შენ არ ახარ ჩემი ამომრჩეველი თუ შენ არ გაინტერესებს მაგალითად პარტიის და თუნდაც ობიექტივიდან გაჟღერებული აზრი არ გაინტერესებს უკვე დატოვე ჩვენი იდეოლოგიის ხალხი არ ახარ რატო უყურებ ობიექტივს და რატო რეკავ ხო ანუ ელემენტარული კითხვა ან ეს ადამიანი რომელიც ასე ესე ვთქვათ ოცნების ფანატიკოსი აღმოჩნდა ვითომ ხო ბიძინა ივანიშვილის როგორ როიცავდა ბიძინა ივანიშვილს ფანატიკოსი ეხლა ობიექტივს რატო უყურებ რა მოგწონს ობიექტივში რატო არ უყურებ მაშინ იგივე იმედს იგივე პოზიტივის თქვა სამთავრობო არხებს ან რატო არ უყურებ მაშინ ნაცმოძრაობის არხებს რატო მაინც და მაინც ობიექტივში რატო რეკავ ხო თუ შენ არაფერი აღარ გაკავშირებს ობიექტივთან იმიტომ რომ შენ დავალება მიიღე და ის ადამიანები რომლებიც დღეს მართლა ობიექტივის მაყურებლები არიან ისინი რეკავენ და ცდილობენ რომ ობიექტური აზრი გამოთქვან მათ არც ერთი მოსწონს არც მეორე მოსწონს ცდილობენ გამოსავალი ნახონ აი ეს არის ის სიმართლე რომელიც დღეს უნდა ითქვას პირდაპირ ეთერიდან ადრე ამაზე პირდაპირ არ საუბრობდით იმიტომ რომ ვაძლევდით საშუალებას იმ ძალად კრიტიკოსებს რომ დაერეკათ მაგრამ ეხლა ჩვენ შევთანხმდით რომ ტყუილზე უარს ვამბობთ არც საკუთარი თავი არ უნდა მოვიტყუოთ და არ შევეცადოთ მაქსიმალურად სხვასაც ტყუილი არ უთხრათ და თუ ეს ტყუილი ნათქვამი იქნება ჩვენ უნდა გავაშიშვლოთ ეს ტყუილი და ყველამ უნდა დაინახოს რომ ადამიანი იტყუება ეს არის ჩვენი ამოცანა ობიექტივის ამოცანა და ზოგადად ჩვენი გადაცემების ამოცანა არის დღეს ზარისთვის დიდი მადლობა ბატონო ჩემო თქვენ აზრს ვეთანხმები ბუნებრივია ვეთანხმები თქვენ აზრს დიდი მადლობა რომ დარეკეთ იმედი მაქვს სხვა გადაცემებშიც მიიღებთ მონაწილეობას შემოუშვით კიდე ზარი ზარი შემოუშვით ალო დიახ გისმენ სტუდიაში ვარ დიახ ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ჯერ არა ჩავებები ახლა არა კაცო პირდაპირ ეთერში ბრძანდებით მე მესაუბრებით ტელეფონით გვიან მოვახმა ტელევიზორში გასაგებია აი ბატონო გიორგი თქვენ გიორგი ბრძანდებით ხო დიახ აი ბატონო გიორგი ეხლა გვეუბნებით ჩვენ ამომრჩევლებს თუ რაცა ვართ ან ვიყავით ან ავირჩიეთ არჩევნებში არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ თქვათ არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ
არ მესმის, რაზე საუბრობთ? რა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ? არა, წინა გამოსვლილებმა რომ თქვეს, არა, ვერ გავიგე ტელევიზორში ის არის. დაუწიეთ ტელევიზორს, მეგობარო, ტელევიზორს დაუწიეთ, მე მესაუბრებ ტელეფონით და მაყურებელი თქვენ ხმას ჩვეულებრივად ტელევიზორიდან გაიგებს. თქვენ ვერა. აი, გასაგებია. ხო და ამორჩეველმა, თქვათ ამოირჩია ადამიანმა და აირჩია ვიღაც და არ გაამართლა ხელისუფლება. გასაგებია. ეგ გასაგებია, ხშირად ხდება, მით უმეტეს 30 წელია ჩვენთან ეგრე ხდება. მაგრამ აი თქვენ რა აზრის ახართ, თქვენ მეუბნებით, რომ თქვენი აზრი გამოხატეთ. ეხლა ვიქარით, თქვენ რა აზრის ახართ? რასთან დაკავშირებით? რასთან და აი ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით რაც ხდება, ახალგაზრდები დაიჭირეს, დაასისხლიათ, ყველა აი თითქმის ახალგაზრდის დაწყებული ყველა საქმე წყალში ჩაყარე. თქვათ, ჯერ არ არის ჩაყრილი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა თავისას მიაღწევს, მაგრამ თქვათ, რა აზრის თქვენ ალბათ თავიდანვე არ გვიყურებდით, ხო, ალბათ მე შემოგვიერთდით. ხო არა, როგორ არ გიყურებდით? კარგი, ჩემი აი თქვენ პერსონალურად თქვენ პასუხობთ. ჩემი სუბიექტური აზრი. ძალიან ცუდია, როდესაც ამდენ ახალგაზრდას იჭერდა უშვებ პატიმრობაში. ძალიან ცუდია ზოგადად ხელისუფლება და სახელმწიფო რო უპირისპირდება ახალგაზრდობას და არ ცდილობს რომ საერთო ენა მონახოს. ძალიან ცუდია, როცა კომპრომისი შენთვის საერთოდ დაუშვებელია. ესე ძალიან ცუდია. ყოველთვის საკუთარ ხალხთან მაგი ვიცი რომ ძალიან ცუდია და ვიცი რომ თავის დათო თარხანმოურავთან თქვენ გუნჩი ხართ და პატივს აქცენტს და იმიტომ რეკავ თქვენ ტელევიზიაში. ხო და მე რას გიო მე ჩემს მაინტერესებს გამოსავლის აი გამოსავალზე ვისაუბრებ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუ ხელისუფლება არაპირებს ამ ახალგაზრდებთან და ზოგადად ადამიანებთან ვინც აპროტესტებს ამ ხელისუფლების რეჟიმს არაპირებს ურთიერთობაში შესვლას, იმიტომ რომ მტრად თulis და ისინიც მტრად თვლიან, საჭიროა შუამავალი და ჩვენ ვთქვით რომ მზად ვართ, შეგვიძლია ამ ხალხთანაც საუბარი შეგვიძლია და იმათანაც შეგვიძლია საუბარი. უბრალოდ უნდა მოინდომოს ხელისუფლებამ რომ წავიდეს ამ დიალოგზე. დიალოგის ჯგუფი უნდა შეიქმნას ფაქტიურად. დიალოგის ჯგუფი სადაც დაჯდებიან და მოილაპარაკება ორივე მხარე, სამივე მხარე, 4 მხარე იქნება. ვინ უნდა გააკეთოს, მაგი, ვინ უნდა გააკეთოს? აი თქვენთან, ჩვენ ვთავაზობთ, ხელისუფლება უნდა წამოვიდეს ამაზე. არ წამოვა ხელისუფლება, რას წამოვა, ვერ ნახეთ თავის ფულს უფრთხილდება. სახელმწიფოს არ მიატოვებს, სანამ თავის ფულს არ ამოიღებს და ეხლა თქვენ რა უნდა გახდეთ? რა უნდა გააკეთოთ? არა, აქ საუბარი სახელმწიფოს მიტოვებაზე კი არ არის, კაცო. აქ საუბარი არის კრიზისის განმუხტვაზე და ამისთვის დიალოგია საჭირო. დიალოგი საერთოდ არ უშლის ხელს, რომ მან თავისი ფული დაიბრუნოს. ვინც იბრუნებს თავის ფულს. როგორ უნდა მიაქციოთ ის მითხარით, როგორ უნდა მიაქციოთ? მე ხომ გითხარით, ჩვენ უკვე შეთავაზება გავაკეთეთ. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. როგორ უნდა მივახციოთ? აი, როგორ აღწევს ადამიანი რაღაც, ან როგორ ვერ აღწევს? უნდა გადადგას, კი, მაგრამ აი როგორ უნდა გადადგას? ვინ უნდა დაელაპარაკოს? მთელი მსოფლიო ელაპარაკება. გამოსავალი არა გაქვს თქვენ. გამოსავალი ჩვენ კი არა, ქვეყანას არა აქვს ამ შემთხვევაში, გამოსავალი. ჩვენ საუბრობთ ტელევიზიაში იძახით გამოსავალი. არა, ერთი წამით, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ყველაფერი ქონდა ჩამოყალიბებული. ერთი წამით, ვაცალოთ, ერთმანეთს ვაცალოთ საუბარი, ერთი წამით. გამოსავალი, როდესაც მე ვსაუბრობ. აგებია, მაგრამ თქვენას ვერ ვიგებ ფაქტიურად, ბატონო გიორგი. ხო და თუ არ დამაცდი და თუ იქნებით სუჩართული, ვერ გაიგებთ აზრზე. აი, განაცხადეთ, კი, აჰა, ვცდილობ კი ბატონო, თქვენთვის ვცდილობ ჩამოვაყალიბო. ჩვენ შევთავაზეთ დიალოგის ჯგუფის შექმნა. ეს ერთი. თქვენ რო ამბობთ, რომ ტელევიზიით საუბრობთ მხოლოდ. ტელევიზიით საუბარი, ეგ არის კონკრეტული გზის შეთავაზება. წავა ამაზე თუ არ წავა ხელისუფლება, ეს ბუნებრივია, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ყველაფერი რაც იწყება ზოგადად, იწყება ჯერ იდეით.
ეს იდეა უკვე მოფიქრებულია. შეიძლება მეორე მხარემ ამ იდეაზე უარი თქვას. მერე წავა მეორე ეტაპი ამ ურთიერთობის, ანუ სანქციები სავარაუდოდ უცხოეთიდან. მერე კიდე მესამე ეტაპი წავა. საბოლოო ჯამში რომელიღაცა მხარე დათმობს ან წააგებს ძალიან დიდ მარცხს მიიღებს, ასე ვთქვათ. ანუ თქვენ როცა ამბობთ, აი გამოსავალი, კიდევ ერთხელ გიხსნით. გამოსავალი, მე რო თქვენ გითხრათ, რომ ეს არის გამოსავალი, მაინც მეტყვით, რომ არა თქვენ ტელევიზიით საუბრობთ. იმიტომ რომ აბა როგორ მიაღწევთ? ამას როგორ გეტყვი, კაცო, ამასობაში რახან თქვენ დააგვიანებთ, ბატონო გიორგი, მომისმინე ერთს. გისმენთ? აი იმას, რასაც ახლა მელაპარაკებით, თქვენ თუ დააგვიანებთ, მერე დაკარგავთ თქვენ მხარდამჭერებს, იცით? კაცო, ამიტომ ყველა ზიადრე მხარდამჭერების დაკარგვაზე კი არ არის საუბარი, კაცო. ქვეყანა გადარჩება თუ არა, ამაზეა დღეს საუბარი. დაკარგავთ და არჩევნებით მე მინდა რომ თქვენ გაიმარჯვოთ. გაიხარეთ, კაცო, გაიხარეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ იმაზე კი არ ვფიქრობთ, რომ ან საპარლამენტო ადგილები დავიკავდან. ქვეყნის გადარჩენაზეა დღეს საუბარი. ჩვენ თუ იზოლაციაში მოგვაქცია. კაცო, სპანსაკვენზია, ეხლა ქვეყნის გადარჩენაზეა და აი ბატონო გიორგი, ჩამოყალიბება გვაკლია რა. ჩამოყალიბდით. ჩამოყალიბებულები ვართ. თქვენ ელოდებით ჩვენგან კონკრეტულად ნაბიჯის გადადგმას და გარეთ გამოსვლას. მინდა რომ თქვენ გაიმარჯვოთ. თქვენსკენ ვიყო. თუ არა დააგვიანებთ მერე და ძალიან ბევრს უნდა გამოთქვას ჟარგონით. ვინც ბევრს იშრომებს. დარჩება ის სათავეში. მე მინდა რომ თარხან მოურავი თქვენ, ინაშვილი იყოთ ერთად ჯგუფში რომ მეც მოვიდეთ და ჩავეწეროთ თქვენთან, გამიგე? გაიხარეთ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთი ჯგუფი ვართ. ჩვენ ძალიან ბევრი ნაშრომი გვაქვს, ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ ამ ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი არ ყოფილიყო. ეს ალბათ იცით, უნდა იცოდეთ ყოველ შემთხვევაში. 2012 წელს ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ჩვენი სიცოცხლის რისკის ფასად. დღესაც ბევრს შრომობთ, უბრალოდ ყოველთვის ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ბოდიში მაშინაც ვერ გაიგო ხალხმა სწორედ რუსეთში რატომ მიდიოდით თარხად მოურავის და ინაშვილიც აი ეხლაც იგივე შეცდომა არ კი და ვისი ანუ ჩვენი რესურსი გაგვაჩნია, ჩვენი შესაძლებლობები. ოცნება ყოველთვის გვაჯობებს შესაძლებლობაში და რესურსში, ხო ესეა? ანუ მათი პროპაგანდისტული მანქანა ყოველთვის უფრო ძლიერი იქნება ვიდრე ჩვენი. ერთადერთი ჩვენ რითაც მოვდივართ, ეს არის სიმართლე და აგერ შიშველი ხელებით მოვდივართ, ღიად ვართ ყველასთვის, ნებისმიერ კითხვაზე მზად ვართ რომ პასუხი გავცეთ. არ გვეშინია იმ დროს სიმართლეს ვსაუბრობთ და ასევე ველოდებით ხალხისგან იგივე განწყობას. ღია განწყობას და ანუ აი ამ სიმართლით მოსულს ჩვენთან ბუნებრივია ჩვენ ყოველთვის ჩავიხუტებთ და ჩვენი გუნდის წევრები იქნებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. ერთადერთი ეხლა დღეს არის ბევრი რამე არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ხელისუფლება უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ ეს დიალოგი შედგას. თუ არ შედგება ეს დიალოგი, ჩვენ მაშინ წავალთ, ჩვენ კი არა, ქვეყანა წავა სხვა გზით. სანქციების გზით წავა ქვეყანა და ეს დააღუპავს საქართველოს, დააღუპავს. ეს ყველას უნდა ესმოდეს. მომხრეა, არ არის მომხრე. რეალობა უნდა ესმოდეს ყველას და ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ. ეს არის ის პირობა, რა პირობითაც შეგვიძლია გამოვიდეთ ამ კრიტიკული მდგომარეობიდან. კარგით, გაითიშა მაყურებელი. მადლობა ზარისთვის. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. ჩვენ შევხვდებით მომავალ სამშაბათს 9:30 ნიუსის შემდეგ. კარგად ბრძანდებოდეთ.